ამასობაში რუსეთში 14 იანვარია და გუშინ ღამე და დღეს დილას იყო მასირებული შეტევა უკრაინული პილოტოების რუსეთის ტერიტორიაზე და ამაზე ვისაუბრებ ამ ვიდეოში. სანამ ყურებას დაიწყებთ, გამოიწერეთ ჩემი გვერდი Neonius 20, აგრეთვე ჩემი არხი YouTube-ზე Neonius 2020, გვერდი Facebook-ზე ისიც Neonius 2020 და Telegram არხი Neonius 2025. აგრეთვე არხის მხარდაჭერის სურვილებმა გააკეთეთ დონაციები. ანგარიშნომრები მითითებულია ჩემ პროფილზე. ავიწყოთ ესე იგი, რა ხდებოდა მოკლედ რუსეთში ამის განმავლობაში და დილით. ამბავი დაიწყო ბრიანსკზე დარტყმით რა. ბრიანსკი აქ არის, უკრაინის საზღვართან ახლოს არის. და ატაკამსებით დაარტყეს უკრაინელებმა. ატაკამსები ბრიანსკს წვდება რა. დარტყმის ობიექტი იყო ქიმიური ქარხანა რა, რომელიც აწარმოებს ასაფეთქებელ ნივთიერებებს და სხვადასხვა რაღაც სამხედრო დანიშნულების პროდუქციას. კარგად მოხდა, აფეთქებები იყო, დიდი ხანძარიც გაიჩნდა. მერე შემდგომი ობიექტი იყო ტულა. აქეთ არის ტულა უკვე მოსკოვისკენ. ტულა ოდითგანვე ცნობილია სამხედრო ქარხნებით რა, სამხედრო მრეწველობის ობიექტებია ბევრი და სავარაუდოდ ეს ობიექტები იყო სამიზნე. აქ უკვე უპილოტოები უტევდნენ. პრინციპში რუსულმა პვმ კარგად იმუშავა, იყო ამის კადრები და ხო ჩამოაგდეს ეს უპილოტოები, რამე ესეთი ხანძარი ან ამის რომ მოხვედრო და იქ ფაქტები არ არის. სხვათა შორის ტულაში გუშინ დაიწყო სამხედრო ჰოსპიტალი. ეს უპილოტოების მოხვედრის შედეგად არ იყო, უბრალოდ ხანძარი გაჩნდა და აი ზედა სართული დასახურავი და ის ჩამოიშალა. ზემბიძახიან სვერპლი არ იყო, მოვასწარეთ ხალხის ევაკუაცია. ხო, დილაზე გაგრძელდა მოკლედ ეს უპილოტოების შეტევა, უკვე უფრო შორ ტერიტორიაზე, განგაში იყო, პენზაში, სარანსკში, ტამბოვში, სარატოვში და ტატარსტანშიც კი ყაზანამდე ჩააღწიეს მოკლედ ამ უპილოტოებმა. და აქ რაღაცეებს მოხდა ეს უპილოტოები. კერძოდ ყაზანში გაარტყეს ესეთი ქარხანა, ორგსინთეზი ქვია, რომელიც პოლიმერებს აწარმოებს, ნავთობქიმიის ქარხანა. უნიკალური ქარხანა, რაღაცეებს მარტო ეს ქარხანა აწარმოებს რუსეთში რა. ეს პოლიმერები და ეს ნავთობქიმიის პროდუქტები სამხედრო მრეწველობაშიც საკმაოდ ინტენსიურად გამოიყენება. აგრეთვე დაარტყეს სარატოვში, აი აქ არის სარატოვი, ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას. და აქაც კაი დიდი ხანძარი გაიჩიტა, მოხდა კარგად. აგრეთვე სარატოვისთან ახლოს არის ქალაქი ენგელსი. აი აქ არის რუსეთის სტრატეგიული ავიაციის ერთ-ერთი ბაზა, დიდი აეროდრომია. აქედან ფრინდებიან თვითმფრინავები, რომლებიც არაკეტო დარტყმებს ახორციელებენ უკრაინაზე და ამ ენგელსთან ახლოს არის დიდი ნავთობბაზა რა, ეს ავიაციო საწყობი და რაღაცები ინახება. 5 დღის წინათაც დაარტყეს უკრაინელებმა აქ ბაზას, 2 რეზერვუარი აფეთქა მაშინ და ხანძარი დღემდე არ იყო ჩამქრალი და მოკლედ დააკანტროლეს ახლა რა, კიდე მოხდა მაგ ნავთობბაზას. აგრეთვე ტატარსტანში არის ქალაქი ალმეტევსკი და იქაც რაღაც ნავთობბაზას, აი იქ არის ალმეტევსკი, გაარტყეს უკრაინელებმა რა. ხო, სხვა შედეგები რა იყო უცნობია და საერთოდ რამდენი უპილოტო მონაწილეობდა, მაგრამ ბევრი რო იყო ფაქტია. კარგად გაუტლაშუნეს მოკლედ რუსებს რა. ერთჯერზე რო ესე ამდენი ობიექტი დაეზიანებიოთ, ესეთი რამე არ არის ხოლმე რა ხშირი. ხო, სავარაუდოდ რუსების რაღაცა პასუხიც იქნება, უპასუხოდ ამას არ დატოვებენ. წელს პრინციპში სარაკეტო დარტყმები რუსეთის მხრიდან მასირებული ესეთი უკრაინის ტერიტორიაზე არც ყოფილა და
ვფიქრობ ამ დღეებში იქნება ეგეთი დარტყმა. ეს იყოს უღრესი ყოველაც მინდოდა ამ თემასთან დაკავშირებით. მადლობთ ყურადღებისთვის.